გამარჯობა, მე ვარ ზიად ალიევი და ეს არის შოუ კი ბატონო. ამ ეპიზოდის დადებამდე ჩვენსა და თქვენ შორის პირდაპირ საუბარი იყო სტრიმის მეშვეობით. და ჩვენი მაყურებლები უფრო ახლოდან გაგიცანით. ხო, პატარა მძელა ბავშვებო. თუ მოგეწონათ სტრიმი, კომენტარებში გითხარით და შევეცდებით ეს ტრადიციად ვაქციოთ. და რისი დროა? Random commentaries დროა. Random commentaries დროა. Random commentaries დროა. Bam 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 dudub. და შემთხვევითი კომენტარის ავტორი არის ნინი მეკოშკიშვილი. კუნკურის 64 კარზე. Random commentaries დროა. Random commentaries დროა. Random commentaries დროა. Bam dudub. გაიხარო. კი ბატონო. პირველი ვიდეო გამოგეგზავნა N Greenwood-მა. და ეს ვიდეო არის ძალიან მაგარ ბავშვებზე. Teacher, ცოტა სინკაც, მაკაცები არიან. ევასებაც რიგბოი და რა თქმა უნდა ეს ჩვენი რეპია. ზანგების უბანში გაიჩით ერთ-ერთ კანიანი, მას ერქვა კეჭაზე სახელად ბიჭა. დეამში იყო გაბრაზებული, რომ ის იყო ზანგი, მაგრამ მას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ უბანში კიდევ ერთი გასებული ტრაკა ის არის ქერა და მას ქვია ნიკუშა. Ტრიგატეთებზიანი განათა ქუჩები, ცოტამ გააჩიტა ახალი ზემანები, გამოვიდა ქუჩაში და გახედა ქალებს, გამარჯობა შეძახა გასიებულ ტრაკებს. ამ ბიჭუნებს გაცილებით უკეთესი ბავშვობა აქვს ვიდრე მე მქონდა და სხვათა შორის შენს. ცოტა ხნით რომ გათიშო ეგ დოტა და გახვიდე გარეთ ნახო მზე როგორი ფორმისაა და ჩიტები როგორ ჭიკჭიკებენ. არა? ზანგებს ხალი შეუდგა, ბრძოლას აზრი აღარ ქონდა, ზოგი ზანგი გარბოდა, ზოგი ზანგი ქრებოდა, ორთლებოდა ქრებოდა, ჰოლივუდის თავზე, განუმეორებელი ვარსკვლავი ჩნდებოდა. ნუ რეპი გასაგებია, მაგრამ დაუკვირდით ფონს. ეს უკან ეს ორი ბრეიქდანსით უმშვენებს ფონს. ხო, ჩვენგან განსხვავებით უფრო საინტერესო ფონი აქვთ. ბანზი შპალერი და იდიოტორი რანდომ კომენტარი კი არ აქვთ. ზოგი ერთებისგან განსხვავებით. სამაგეროდ მე ნიკა მყავს. ამ ყველაფრის ფონს. ისე გაგირეპა, ჩაიფსოთ ყველა. შემდეგ შავლას გამოგიწვით და პამპერს ჩაგაწვით. დაუკვირდით ტექსტს. ზანგების უბანში გაიჩით ერთ-ერთ კანიანი, მას ერქვა კეჭაზე სახელად ბიჭა. დეამში იყო გაბრაზებული, რომ ის იყო ზანგი. დედამისი იყო გაბრაზებული, იმიტომ რომ ეს იყო ზანგი. დე? ხო. გარეთ გავალ რა და ბიჭები მეოლდება. მორჩი ბამბის დაკრეფას? ბამბის დაკრეფას კი. ინგლისური დამჭა ძალიან ცოტა. კაი, მაშინ წადი. რასისტული ხუმრობები, რასისტული ხუმრობები, რასისტული ხუმრობები, რასისტული ხუმრობები. დეამში იყო გაბრაზებული, რომ ის იყო ზანგი. დე. ხო, შვილო. აუ ძამშია რამე მაჭამე. ეხავე შვილო. რასისტული ხუმრობები, რასისტული ხუმრობები. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის freestyle-ს უერთდება შემდეგი განგსტერი. ტრიგატეთებზიანი განათა ქუჩები, ცოტამ გააჩიტა ახალი ზემანები, გამოვიდა ქუჩაში და გახედა ქალებს, გამარჯობა შეძახა გასიებულ ტრაკებს. გამარჯობა შეძახა გასიებულ ტრაკებს. გამარჯობა. აკი მარჯოს. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? რა ვიცი, აი ვსწავლობთ. ახლა შენი სახშია? კი, სხვათა შორის იქ. გამოახედა. ხო, ეხლა. შემდეგ სახში ავიდა და ჩართო კომპი, ინტერნეტი აღარ ქონდა გაგიჟდა ლოთი. ინტერნეტი აღარ ქონდა გაგიჟდა ლოთი. მან ინტერნეტი აღარ დაიხადე? მოდი და დაგიდეგი ჩაგაცმოთ ყველას. ისე გაგირეპავ, ჩაიფსოთ ყველა. ისე გაგირეპავ, ჩაიფსოთ ყველა. მაგრამ მომშვიდა, მაგრამ ნახე, დამაგრა ათი შაური, მაგრამ ჩემი ტვინი იყო დავზე მთელი შაურმით. ნახე, როგორია? ხარება და გოგია გორში აცოს ყველას. თავი მაგარი გონია, სიკას ტექსტები გონია. დამნაირი ტექსტის შემდეგ ეს ბავშვი ყველას აგრესიული გონია. თუმცა არა, იგი კარგი ოჯახის შვილია, პატივს ემშობლებს. სახში არა ნერვიულო შენი თბილი მშობლები. ისინი არიან შენი თბილი მშობლები. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭუნა გაიზრდება და გახდება რომელიმე კომპანიის მენეჯერი. ეს რომელიც არაფერ შუაში აქაურობასთან გაიზრდება და გახდება მეცნიერი. ეს კი ამ ყველაფრის ინიციატორი გაიზრდება და ჩაჯდება ციხეში 24 წლით გაუპატიურებისთვის, 4 მანქანის გატანისთვის, იარაღის უკანონო შენახვისთვის და 70 გრამი კოკაინის შენახვა რეალიზაციის ბრალდებით. მე გასწავლით რაღაცას. აიღეთ აბსოლუტურად ნებისმიერი ჰიპ-ჰოპ ბიტი, ნიშნულობა არ აქვს რომელი და ჩართეთ ამათი სიმღერის პარალელურად. რომელიც ცხოვრობდა ხარიბ უბანში, მანკაცები არ ყავდა ზანგების გარემოთოში. ჰიპ-ჰოპის
ბაში იგრიბობდნენ ზანგი სოტა სარუშემნე ფერაკანიანი ნაგვი როდატა სოტა შევდი ჰიპობის დარბაში გარება და ზანგი ჩასვა ნაგავს მათაღაჭრე რაიქით მაგრამ მიხდნენ რომ მაგრამ დაერღო ზანგებს ყალი შეუდგა ბრძოლას აზრი აღარ ქონდა ზოგი ზანგი კარგო ზოგი ზანგი ქრებოდა ორწლებოდა ქრებოდა ჰოლივუდის თავზე განუმეორებელი ვასკვლავი ჩნდებოდა ეიო შენც მეც იმანაც რომ ჩვენ ჯგუფი next რეპერები საინტერესო ის არის რომ ამათ რამღაც ნებისმიერი ბითი აჯდება დედები რომელიც ცხოვრობდა ხალიფუდში მაკაცები არ ყავდა ზანგების გარემოთოში ჰიპ-ჰოპის დარბაში იგრიბობდნენ ზანგებს სოტა სარუშემნე ფერაკანიანი ნაგვი როდატა სოტა შევდი ჰიპ-ჰოპის დარბაში გარება და ზანგები ჩასვა ნაგავს მათაღაჭრე რაიქით მაგრამ მიხდნენ რომ მაგრამ დაერღო ზანგებს ყალი შეუდგა ბრძოლას აზრი აღარ ქონდა ზოგი ზანგი კარგო ზოგი ზანგი ქრებოდა ორწლებოდა ქრებოდა ჰოლივუდის თავზე განუმეორებელი ვასკვლავი ჩნდებოდა How is that even possible? გერენ დაცენებულა უკვე ქუჩაში გდიხარ ამას შეძოლა ბარაკო პატარა გრიშა მოდი აქ სუნუ იმუტები ბავშვებისკენ გაიხედე დაბრეიკი ჩექვე ამას შესწავლის ჩვენი პატარა ჩირიცო ამ ბავშვებმა უნებლიეთ ჩემშიც გააუძეს რეპერი. დავაი. Teaching you the language of beats. Let's go. ხალხი ისევ ჩვენზე აბოდებს ჩვენ კი ისევ წერთ ახალ ეპიზოდებს ხანდახან ცოტას ვაგვიანებთ მაგრამ კონტენტს მაინც არ ვანაგვიანებთ აჰა ქრონომეტრაჟი სადღაც 10 წუთი მომაწოდე ჩემი ეს რა არის ების ხუთი და გაიგო იუმორზე როგორი ბატონო მაშინ ჩართე კი ბატონო იო გაზრო ბარიკა ულა მესი გარიკა იო გაზრო ბარიკა ულა მესი გარიკა ყველაზე სასაცილო ამ ვიდეოში არის დასასრული. ვიში რამე ჩაიბეთბე დაზანგურად გარეპე ახლა სახში დაიშერე და კარგად იყავი და ბუმ კი ბატონო შემდეგი ვიდეო გამოგიგზავნა დათო ჭელიძე. და ეს ვიდეო არის პანჩოზე. Sta nevicando tantissimo. Vai Pancino, fatti una corsa. Pancio? Sta nevicando tantissimo. Vai Pancino, fatti una corsa. Pancio? პანჩო არ არის მხოლოდ ძაღლი. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს პანჩო. ყველას მოხსლია პანჩო. მაგალითად, როცა მგონია რომ მარტივი საკითხები შემხდება და გავდივარ ფინალურ გამოცდაზე. როცა პირველ ნაბიჯს გამრომ გოგოს ვაკოცო. როცა ჩხუბის დროს ისეთი რამ წამოგხსდება, რაც არ უნდა გეთქვა. როცა ტუალეტში ძალიან გინდა მთელი გზა ითმენ და როგორც იქნა სახლამდე მოაღწია. როცა გადაწყვეტ რომ პატარა ჩიხუახუა უნდა გაასეირნო მუხლებამდე თოლში. დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როცა ისე გაიხუმრებ, რომ არავის ეცინება. ესვანია, უნება რაჭოს, რა ვეშე რა. პანჩო. ამ ძაღლის პატრონი არის იტალიელი. საინტერესოა სხვა ეროვნების წარმომადგენლები როგორ გადაიღებდნენ ამ ვიდეოს. რა იხვები ჩამოვყარე? მიდი პანჩო, გამაიტანე, მიდი. პანჩო? 我叫什么名字？早晚就是邦布。 Allahu Akbar. საღლიტო ეს ხო ადამიანის პადროგა აქ ვინ დაგტენა ბიჭო პატარა საცხალო ნაბიჯ ვარ ვაგრა დაგტენის თუ ვაიმე შენ პანჩიკას დააკარგებ კაი ბიჭი ხარ გაგზრდი დედას მაიცა მაწანდი ეს ვიდეო იმიტომ არის ღირებული რომ აქ არის თოვლი და მოულოდნელობა. თოვსა და მოულოდნელობაზე ერთი ძველი ვიდეო მახსენდება. თოვჭყაპია რა გუნდა არ კეთდება არაფერი. კი მინდა. შევარდაძეს მოუწყარ დედმის ტრაკეთო და გადავდება ხოლმე. კი ბატონო. შემდეგი ვიდეო გამოგიგზავნა გიორგი რატიანმა. და ეს ვიდეო არის ტკივილზე, ბალახზე და აზე. ის ბალახები დატოვე ტრილობაზე ხელი ბიტი ესეთი ხელით მოაშორე მაშინ მიმიშვებად კიდე დაგიტოვებ ამ ბალახებს
ბიჭო მეწვისო. და მიმიშვიმეთ კიდე დაგიტოვებ მაგ ბალახს. მაშინ მიმიშვებეთ კიდე დაგიტოვებ ამ ბალახებს. ამ გოგონას და ბიჭუნას საუბარი რომ სატელეფონო ყოფილიყო, სავარაუდოდ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებდით. ის ბალახები დატოვე. რაზე დატოვდა ვიცი არ მიწებებული. მაშინ მიმიშვებეთ კიდე დაგიტოვებ ამ ბალახებს. Yo, gazro barika, ula mexicarica. ალბათ ასეთი რეაქცია ჰქონდა დინოზავრს, როცა იგრძნო რომ გადაშენების პირასაა. ამ ბიჭუნასგან ძალიან კარგი ეს რა არისების ყუთი გამოვიდოდა. ამ ბალახებს. ჩემჭაყირდა მეწებება. ის ბალახები დატოვე ტრილობაზე ხელი. რაზე დატოვდა ვიცი არ მიწებებული. ბიტი ესეთი ხელით მოაშორე. მაშინ მიმიშვებეთ კიდე დაგიტოვებ ამ ბალახებს. მე ვიცი ვინ ატკინა ამბავს. მე მგონი ეს არის ის ქერაგასიებულ ტრაკა ბიჭი ნიკუშა, რომელსაც 3 განგსტერი დახვდა. მაგრამ მას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ უბაში კიდე ერთი გასებულ ტრაკა ის არის ქერა და მას ქვია ნიკუშა. კი ბატონო. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ ჩვენი Facebook გვერდი. ტრადიციულად საინტერესო და სახალისო ვიდეოები გამოგვიგზავნეთ ჩვენი Facebook-ის inbox-ში. თქვენი კი ბატონოები ასევე გამოგვიგზავნეთ ჩვენი Facebook-ის inbox-ში და რასავარია, გააზიარეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ ზიად ალიევი და ეს არის შოუ კი ბატონო. შევხვდებით მომავალ ორ შაბათს.